თუ იაფმა წაბლებმა ვერ გიშველა, რატომ გგონია, რომ კიდევ ერთხელ იგივე მეთოდი იმუშავებს? ხშირად მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, ძვირია, რა უნდა მიქნას ახლა მაგ საკვებ დანამატებმა? ეს სულ უნდა მივიღო? გარანტიას მომცემ? და იცი რა არის აქ მთავარი პრობლემა? არა ფასი, არა პროდუქტი, არამედ აზროვნება. იცით, ჩვენ შევეჩვიეთ ერთ მოდელს, როცა გვეტკინა ვღებულობთ წამალს, გაგვივლის ტკივილი, ვწყვეტთ წამლის მიღებას, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს არის მოკლევადიანი გადარჩენის სტრატეგია, არა ჯანმრთელობის შენარჩუნება. საკვებ დანამატი არ არის სასწრაფო დახმარება, ის არის ორგანიზმის ყოველდღიური მხარდაჭერა, ისევე როგორც მაგალითად ყოველდღე მიირთმევს საკვებს, მაგრამ ვერ კვებავ ორგანიზმს უჯრედის დონეზე. ყოველდღე სვამ წყალს, ყოველდღე გჭირდება ძილი. რატომ გვიკვირს? მაშინ, რომ ორგანიზმს ყოველდღიური კვებაც სჭირდება შიგნიდან, უჯრედის დონეზე. როცა ამბობ ძვირია, კითხე საკუთარ თავს, რამდენი დახარჯე უკვე იმაზე, რამაც არ გიშველა. გარანტია არ არსებობს არც წამალში. არსებობს შანსი, გაზრდა, როცა სწორად კვებავ სხეულს. თუ გინდა შედეგი, უნდა შეცვალო მიდგომა. არა როცა გაგიჭირდება, არამედ როცა არ გიჭირს მაშინ. დაწერე ჯანმრთელობა და აგიხსნი, როგორ უნდა დაიწყოს სწორად. ასევე გამოიწერეთ, გააზიარეთ გვერდი, რათა მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.